პატარა ნამივით გამკამა ეს ისე ჩვენ ვართ რა კარგია ბავშვობა და რა კარგია სიმღერა მოდი ერთად ვიმეგობროთ სულ ყველა რა კარგია ბავშვობა და რა კარგია გართობა ერთად ყოფნით ყველაფერი გამოვა ქართული ლექსი და ქართული სიმღერა ეს ჩვენ ვართ ბავშვური სიცილი ბავშვური კისკისი ეს ისევ ჩვენ ვართ ჩვენ გვიყვარს წიგნები მწვერვალებს მივწერებით ერთად სულ ერთად რა გვინდა პატარებს მშვიდობა გვახარებს უღრუბლოზეცა რა კარგია ბავშვობა და რა კარგია სიმღერა მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას მობრძანებისთვის ღელავთ ჩვენ ძალიან ამიტომ თქვენგან მოვითხოვთ მხოლოდ მხარდაჭერას და ყურადღებას წარმატებები დავიწყოთ დღეს ჩვენ სკოლაში განსაკუთრებული მდგომარეობაა გამოცხადებული დიდი თუ პატარა ერთი მიზნისთვის იკრიბება რა მიზეზია ასეთი? იცი რაც არის მიზეზი. დღეს ყველა ჩვენგანის გული უფრო მეტი სითბოთი გაგაგულოს. რადგან მშვიდობებით მეოთხე კლასი. ნოსტალგიურად ჟღერს და მშვიდობა ყოველთვის სევდიანია. მაგრამ მოდი ჩვენ ეს დღე დღესასწაულად გავხსნათ. გავხსნათ ყველაფერი, რამაც პირველი ზარიდან დღემდე მოგვიყვანა. მართლაც საოცარი სისწრაფით მიქრის, რომ თითქოს გუშინ იყო სულ პატარებმა აცრემლებული თვალები და აკანკალებული გულებით რომ შემოვაღეთ სკოლის კარი. სადაც სიყვარულით შემოგვეგებნენ ჩვენი მასწავლებლები, მიგვიღეს გულში ჩაგვიკრეს და გაგვიძღვნენ ცოდნის მწვერვალების დასაპყრობად. მას შემდეგ 4 წელი გავიდა. თვალის დახამხამების სისწრაფით გაირბინა ამ 4 წერმა და აი დადგა დაწყებით საფეხურთან განშორების დღე. დიახ, დღეს საოცარი და ამაღლებული დღეა. ვიცქირებით უკან და ვგრძნობთ, როგორ სწრაფად გაფრინილა, ხიარული, ბედნიერი, სიყვარულითა და სიხარულით სავსე 4 წელი. წინ ვიცქირები და თავს უკვე მე-5 კლასელებად წარმოვედგეთ. ეს საოცარი გრძნობაა, სევდანარების სიხარულის. სევდიანი იმიტომ, რომ უშორდები ჩვენს ეკა მასწავლებელს, ზია მასწავლებელს, თინიკო მასწავლებელს, სიხარულიც კი იმიტომ, რომ გავიზარდეთ და უკვე მე-5 კლასელები გვქვია. ამ წლებს რომელიც ჩვენს მასწავლებლებთან ერთად გავატარეთ, უკვალო დარჩაულია. ამ წელიწადში ჩვენ დავთიანდით და დიდი ძმა შევიძინეთ. ჩვენი თბილი მასწავლებლები რამდენი დღე, საათი, წუთი თუ წამი გაატარეს ჩვენთან ერთად და ამ დროის მანძილზე მხოლოდ ჩვენი სწავლისა და განვითარების ყველა დაყავებული. ის სუნდებით დაწერეთ ლექსში თქვენ დამიკრიფეთ პირველი ია მასწავლებელი შენ ისე კარგი ისე ლამაზი სახელი მქვია ხარ დედაენით მახარობელი თქვენ გვაზიერეთ ქართული სიგნეს შენი მართთა და ქაჯის წყალობით გზას ცხოვრებას სიკეთით მასწავლებელი ქართულ ლექსიკონში არ მოიძებნება არც ერთი სამადლობელი სიტყვა, რაც მათ ხვაწლსა და ამაქვს მოყობილად გადმოცემს. თუმცა პოეტები ოდითგან უფრო მოახდინებოდნენ სიტყვის სიდიადეს. ამის საპირწონედ გავახსენეთ იოსებ ფიქრიშვილის ლექსი მასწავლებელი. ამოქარგული ტკბილი ამბარი მასწავლებელი ნორჩის თვალებში ჩაშუქებული ცოდნის ლამპარი მასწავლებელი ჩვენ სიყვარულში განათებული როგორც ოცნება მასწავლებელი სინდის ნამუსი მხოლოდ ხალასი პატიოსნება მასწავლებელი დედის გულივით მუდამ კეთილი მუდამ ნეტარი მასწავლებელი ბავშვის სურვილი მასწავლებელი გავხდენეთავი მასწავლებელი გულისხმიარი თვლილი და აღმოსდერა თვლილი მეგობრა მასწავლებელი მასწავლებელი მასზე სწავლული არ ვინგვეგონა მასწავლებელი ამ ქვეყანაზე სიტყვით ქებული საქმით ქებული მასწავლებელი დედა ენაზე
მშობელ ენაზე შეყვარებული. მასწავლებელი სიტყვა ფრთიან, უნდა გამოზე ფიქრით გათქვი. მასწავლებელი მასა ცვიან, რაც კი გადია, რაც კი ქართული. მასწავლებელი გამეუცე, რა ჩემზე ფიქრით გამშობი. მასწავლებელი ზოგჯერში, მაგრამ ახაში ბავშვის მშობი. მასწავლებელი რანდა გვაიშოს ჩვენთვის ზრუნავდა ჩვენთვის შრომობდა ქვეყნად ერთ-ერთი ბრძენი არ იყო მასწავლებელი არ ახლდოდა პერის არ გავდი ითქვას მართალი იბრძოდა მკითხეთ და გუგოროდა მაგრამ სად იყო ქვეყნად სადარი მასწავლებელი არ ახლდოდა შოგმა სიცოცხლე შუქი მოგდიხო კეთი მაგას ცრია ბოროტი ქვეყნად ველადიც არ ყოფილა მასწავლებელი არ ახლდოდა მასწავლებელი გულჩა ხატული დიდი ფიქრები დიდი სული მასწავლებელი შეგაზაფხული თები ყანები ოქროცული მასწავლებელი სოძნის ნათელი უსწავლობის აღმარცხებელი აი რას ნიშნავს მასწავლებელი აი რა გვყვარს მასწავლებელი მასწავლებელი ღამე უთი ნორჩებზე ფიქრი დაუშვებელი მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო მაგრამ 1000 ბავშვის ხერხი
4 ლამაზი გაზაფხული, 4-ჯერ კვირტების გაშლა, 4 მაისი გაზაფხული, მოსაგონებლად დავრჩა. Შხედათ მეხეთთან თავდახილი, თითქოს ქარივით მიხკრის. 4 ლამაზი გაზაფხული, 4 ბავშვური ფიქრი, 4 ოცნების დასასრული, 4 ლამაზი ნატრა, 4 მაისი გაზაფხული, მოსაგონებლად დავრჩა. თვალი გადავავლე და დამწყე საზოგადოებამ როგორც ჩანს მოიწინა. ჩვენ კი სულაც არ გვადარდოს, რომ წრემლებით უნდა გავაცილოთ მე-4 კლასი. ეს ხომ მხოლოდ ერთი საფეხურია. წინ კიდევ ბევრი გრძელი გვერის. ჩვენ ძვირფას სკოლაში გასატარებლად. მოდი გამხიაროთ. Robot, გავიხსენოთ სახალის ვამები. ასეთ ამბებს რა გამალებს. ზოგი იქმნის, ზოგიც არა. ბევრს კი უძლებდნენ ჩვენგან ჩვენი მასწავლებლები. გახსოვთ თავდაპირველად უმეტესობა სასოების სწავლა გაგუჭირდა. წიწილა, შიშილა იყო. ხილი ძეცი, ლომი კი ღომი. ალასაკი მომა ჰქონდა დაჩერებული და ყოველი დილამისი კლასის შემოვლით იწყებოდა. ხაგულის ლიტრის ნაკრებს იმოწერდა. ხანაც თერმომეტრის გასვლად საწერ კარაფს ჩუჩუთა და იღლიაში. მე უკან სავსე ჩანთა მაოცებდა ყოველთვის რას არის პოვიდა იქ ბუკეედო თუ ნამსარი კიტრი თუ ბანანი მთელი კლასიც კარგად შემეცადა ახლა კი ვატყო შენ შემოგაწვა ნოსტალგია ისე საუბრობ თითქოს 10 წელი გაშორების პირველ კლასთან ასია კი თუმცა მე ყოველთვის მასწავლებლების დიდი მოთმინება მაოცებდა ისინი თავს არ ზოგავდნენ ჩვენთვის გახსოვს როგორ ამოიოხრებდნენ ხოლმე ოხ, როდის გავავსეთ თქვენს პატარა ტვინებს სოდით. ჩვენი მომავალი მასწავლებლები შეაფასებენ, შემდეგ კი ჩვენი ქვეყანა, იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად მომსახურებით მას. ქვეყანაზე გამახსენა, ჩვენ ქართველებმა მასწავლებლის სიყვარულით სხვანაირი ვიცით. ვუმღერთ, უძმის ლექსებს და ახლა კი მოდი მის აპატემცემოდ ვიცეკოთ კიდეც.
თუ ნანული მასწავლებლებს მოусმენდი, ახლა უკვე მათემატიკოსიც ვიქნები. მერე მასწავლებელმა იყო გოგებაშვილის მოთხრობას გაგვაცნო. გახსოვს ალბათ სიზარმაცეს მათხრობა მოძებს და ამის შემდეგ ყველა ერთმანეთს შეჯიბრებოდით სიბეჯითში. ვინ და სიბეჯში შეჯიბრებოდი ხან სიზარმაცი რო გამოჩნდა. ისეთი ზარმაცი იყო, რომ ყველასათვის საჩვენებელი შეიქმნა. სკოლაში სწავლის დროს სულ ეშმაკობდა, მასწავლებლებს ყურს არ უგდებდა და თავის სამხანაგებსაც ხელს უშლიდა. შეთხოვით წიგნი თვალის დასანახავად ეჯავრებოდა და სულ თამაშობასა და ეშმაკობაში იყო გართული. ვერ ღონისძიებებს მიმართეს მასწავლებლებმა და მშობლებმა, მაგრამ ვერას გახდნენ. ჭკუაზე ვერ მოიყვანეს, სწავლა ვერ შეაყვარეს. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს თუ ხვალ სკოლიდან უნდა გამოირცხათ. ერთხელ სანდროს სახლთან ორი სრულიად უცნობი მათხვარი მივიდა. სანდრო თუმცა ზარმაცი იყო, მაგრამ გული კეთილი ჰქონდა. სანდრომ მათხვარი მაშინაც პური გამოუბედინა. თუ წავდნენ ისრული აჩქა და კიდეც გამოელაპარაკა. ვიცი, განაცხადებით მუშაობა არ შეგიძლია. წელი ადამიანი და კიბერნეტიკაში ჭერჭერა შორის არის. ჯანმრთელს არ გიშობდა. და წამწამე, რად მახორო? რადგანაც მოწყალება უხად გაიმეტი, ყაცაციეთ. ჩვენ შესავით პატარაობისას სკოლაში სწავლობდით. ჩვენი დედმამა კი არაფერს იშურებდა, რომ სწავლა დაგვეთამარბინა და კარგი კაცები გამოსულიყავით. მაგრამ თავში ერთი ეშმაკი ჩამიჯდა. სწავლაზე გული ამაცულებინა, სიცრუე შემაყვარა, სიბეჯითე შემაწულა. დავარდი, დაუძლურდი და ლუკმაფული მენატრება. მეც საშნელი სიზარმაცა ჩვეულება და სენად გადავიდა. და მალე სკოლიდანაც გამოვიწყეს. მალე დედმამაც განახორციელა და შეობლა სკოლაში სიზარმაცას მეჩვეულს ხელის გაზრდევად მეძლებოდა, შრომა მძურდა და ორცეთ საქმეს ვეღარ მოვეკიდე. ავდექი დავიწყე მათხოვობა და ეს დედაქალაქზე მოწყალე ძაღლებით დავწარწარ და მოწყალებით ცხოვრობ. ლახი სიტყვები სამოს გულს ელდაზოვიტე და უებარ წამლად გადაიქცა მის სიზარმაცეს. ამ დღიდან სანდრო სრულიად სხვა ბავშვად გადაიქცა. სიზარმაცე ეშმაკობა და უსაფრთხოება ჭირივით შეეძულა. შრომადებითობა კი სუითელებული შეეყვარა. დღე და ღამე სულ სწავლაში იყო გართული და ძირში წინ გაკვეთილებს იმეორებდა. დედმამა ძალდატანებით აიძულებდა ხოლმე, რომ მოთამაშე ყმაწვილებში გარეულიყო, რათა ბევრი მეცადინეობი დავად არ გამხდარიყო. სანდრომ ბოლოს სწავლა ჩინებულად დაამთავრა და ცხოვრებაში ხნედა სასარგებლო მოღვაწის სახელი დაიწყო.
წლის განმავლობაში სიხარული და მიღწევი იყო. რამდენჯერ დავუმატებია ჩვენი მასწავლებლების სახე, რამდენჯერ ოლიმპიადაზე კონკურსს მოვიარეთ წარმატებით და რამდენჯერ ვასახელეთ ჩვენი სკოლა. ეს ყველაფერი ზემოთქმული იმას გვაძლევს, რომ ჩვენი ქვეყნის დღესდღეობით მოქალაქეები ვიქნებით და ახლა, როგორი პასუხისმგებლობითაც ვაკიდებით ჩვენ საქმეს, მომავალს ასე კარგად დავასრულებთ მოქალაქეებრივ ვალზე. დღესაც გული გვიმღერის და ვცეკვავ ქვეყნის. ასე საერთოდ. როცა არ უყვართ, ვერ ამჩნევ. Რჯერ მიფიქრია რა
კარგია რომ არსებობს ამ ქვეყნად დედა და ჩვენი თეა მასწავლებელი. ერთი ხორციელი მშობელია, მეორე კი სულიერი მოძღვარი. რამდენი დარდი და ბავშვური პრობლემა, რომელიც მშობლისთვის ვერ გამიხებია. თეა მასწავლებელი შენიშნავდა და სანამ არ ამომართმევინებდა ჩემს ტკივილს, მანამ არ მომეშვებოდა. და ადვილია თეა მასწავლებელო, თქვენთან ერთად დარდის დარქმევით. ამ დარდს კი ხარისხებს როდის გზას ისევ ერთად გავაგზავნებთ. პირდებით გასახელით. ვიგვასწავლო ცედესაც კი ერთი მეტისთვის გაზიარება ვის დაგოგონა რომ კლასში ყველა ერთისთვის ვიყავით და ერთი ყველასთვის. ამ სიტყვას ისეთ დიდი მუხტი მოხდა რომ და თორემ ზოგადად ჩეულებად მოვდივართ ერთად და ჩვენი სიყვარული ზოგადად მოდის ჩვენ გულებში. სულ გაუნეოდნენ ჩვენი მასწავლებლები, რომ ამ პარტავნებმა დაცინვა ტყუილი და 1000 რამს ისაძაგლია. ჩვენს ახლოს არ უნდა გაგვეტარებინა ცუდი ერთმანეთისთვის, არ გვესურვებინა. მახსოვს როგორი გავრწინებული სახით გითხავდა ეკა მასწავლებელი ორი ირანის ახლოს და თქვენთვის ბოლო დიალოგი იყო ადამიანების ზეიმი. რატო ხდებით მობილო ხომ ხედავ ბალახი მე თავსაც საფრენი მახსოვს ვიცი არ ჩემ გაკლია მაგრამ ჩემ გესიამოვნებაო მას შემდეგ ასე დიდი სიყვარულით მოდივარ და დღეს განსაკუთრებით დიდი სინანულია ჩვენს გულებში, რათა ვემშვიდობებენ ჩვენ ძვირფას ეკა მასწავლებელს. დიახ გავიდა 4 წნაური მოვლენილი 4 წელი. თითოეულ მასწავლებელმა თანაც ახლის გავლენაში ჰქონდა ურთიერთობა ჩვენს პატარძნა გულებში სხვადა სიყვარულით ჩაღვარა. დაარწმუნა ის ვარსკვლავი, რომელიც წარმატებისკენ სავალ გზას გაგვინებდა. ჩვენ მასწავლებლებო, ჩვენ ხომ წიწილები ვიყავით თქვენს ქვეშ შეფარებული და როგორც ქორობიაში თამაშის დროსა, ისე გვიცავდით ყოველგვარი განსაცდელისაგან და ურთხილებობდით თითოეული ჩვენგანის სიმშვიდეს. მადლობა თქვენ ამ დიდი სიყვარულისა და სითბოსთვის. არ არსებობს ქართულ ლექსიკონში მადლიერების გამოხატვის მსგავსი სიტყვა, რასაც ახლა ჩვენ განვისვით თქვენს მიმართ. თუმცა დრო დაგანახეთ, რომ თქვენს წვალებასა და შრომას ფუჭად არ ჩაუვლია. ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც ჩვენი კარგი საქმეების მოსმენისას თქვენ სახეებს მადლიერება თვალებს კითრემლი დაფარავს. მადლობა ყველას ამ 4 წლისთვის, საუკეთესო ჩატარებული თითოეული გაკვეთილისთვის, შრომისთვის. ჩვენ გვიყვარხართ, სიყვარულისა და მადლობის ნიშნად მიიღეთ თქვენსავით ლამაზი და მოგრძალებული თაიგული. საქართველო ამა ბრძენი რწმენის ცისარტყელა ჩანგივით ჟღერს, თოვლივით თეთრი, ნათელი წრფელი, მასწავლებელი წინამძღვრობს ერს. თენდება დილა საიადონო, ბოლო ეღება ლოდინს, ქუდი მოიხადეთ ბატონო ჩემო, მასწავლებელი ლოდინს! ერთი თვით ბავშვებო მომისმენთ? ჩემო ძვირფასო მშობლებო, კოლეგებო, ჩემო საყვარელო მოსწავლეებო, დღეს ჩვენთვის ერთდროულად ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი დღეა. დღე, როდესაც ვემშვიდობებით მე-4 კლასს და ერთად მივაგრძელებთ გზას მომავალი წარმატებისაკენ. ვძნობდით პასუხისმგებლობას და გულწრფელ მადლიერებას განსაკუთრებით თქვენ მიმართ, ჩემო ძვირფასო მშობლებო. მადლობა იმ დობისთვის, რომელიც ჩემ მიმართ გამოიჩინეთ და თქვენი ყველაზე ძვირფასი საუნჯე, შვილები, სკოლას და მე მანდეთ. მადლობა ყოველდღიური მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის, თანამშრომლობისთვის.
განსაკუთრებული მადლობა ჩემს ძვირფას კოლეგებს, ჩვენ სასწავლო ნაწილს, სკოლის დირექტორს. მადლობა ყოველდღიური ურთიერთობისთვის, ურთიერთპატივისცემისთვის, თანამშრომლობისთვის, სითბოსა და სიყვარულისთვის. ჩვენ ერთად შევძელით, რომ ეს დღე ყოფილიყო ძალიან მნიშვნელოვანი და 4 წელი ყოფილიყო ძალიან სიყვარულით სავსე თითოეული ჩვენი მოსწავლისთვის. და ბოლოს, ჩემო საყვარელო მოსწავლეებო, მე თქვენთან ერთად ვისწავლე მოთმინება, სიხარული, სიყვარული, წარუმატებლობასთან გამკლავება, წარმატების გაცნობიერება. მიამაყება, რომ მე თქვენს გვერდით ვიყავი თქვენი სკოლის პირველ ნაბიჯებზე, პირველ წაკითხულ წინადადებასთან, პირველ წარმატებასთან, პირველ მეგობრობასთან, ზოგჯერ პირველ ცრემლებთანაც კი. ეხლა უკვე მე-5 კლასში გადადიხარ. წინ ძალიან ბევრი საინტერესო გამოწვევა და შესაძლებლობა გელოდებათ. მინდა გახსოვდეთ ის ღირებულებები, რაც ჩვენ ერთად შევიძინოთ. სიყვარული, მეგობრობა, თანამშრომლობა, გულწრფელობა, პატივისცემა, პასუხისმგებლობა. იწამეთ საკუთარი თავის და იყავით სიკეთით სავსე ადამიანები. მე კი მუდამ თქვენს გვერდით ვიქნები. და ბოლოს, ყველას ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს აღწევთ. ერთი თვითი სურპრიზია და ბოლოს კიდევ ერთხელ გიგოცავ 4 კლასის წარმატებით დასრულებას და მოგართმევთ მედალიონებს, რომელშიც ნანული მასწავლებელი დამეხმარება. ნიკას 4 კლასის წარმატებით დასრულებისთვის ტაში დავაჯილდო. ტაში დავაჯილდო. ანა მარია მომავალი ჩემპიონები ხართ ნამდვილად. გიორგის გუგას ანდრია ანასტასია და გაბრიელი. აბა ერთი ტაში კიდე გავხდება. სურპრიზად.
ჩვენი კლასი ნუნა მას ყოველთვის ამაყობდით მოდი და ყველა ერთად ყველა ერთმა ჩვენს გასუმღეროთ დღეს სიმღერით დავემშვიდობოთ ერთად გატარებულოთ წელს მასწავლებლებს და მშობლებს გირჩევთ გართობას გაგახსენებთ კიდევ ერთხელ ბავშვობას მოდი ჩავკიდოთ ხელი ყველამ ერთმანეთს მოდი მოვეფეროთ იბლუ ყველაფერს მომავალში ვიბეჯითებთ არ იქნება რთული ვეცდებით აგიხაროთ ყველას ერთად გულით ყველა ერთად ერთმა ჩვენს გასუმღეროთ დღეს სიმღერით დავემშვიდობოთ გატარებულოთ წელს მეც მინდა რომ გიმღეროთ ჩემო პატარებო ვიცი ჩვენი თიამაყებს მთელი საქართველო მახსოვს პირველად რომ გნახეთ თითქოს იყო გუში გვიყვარხართ და გვეყვარებით და გიხუდებთ გულში ჯაგიხუდებთ გულში ყველამ ერთმა ჩვენს გასუმღეროთ დღეს სიმღერით დავემშვიდობოთ ერთად გატარებულოთ წელს